სავალი ნაწილი არის ბალახიდან, ბალახს უყურებ ჩვენა, მოპირდაპირე ბალახამდე, აგერ რასაც უყურებ მარჯვნიდან, მარცხნივ ბალახამდე, გზის მონაკვეთი. გესმის? გზის მონაკვეთი. მონაკვეთი. ეხლა უყურე ძმაო, ბილეთში ხედავ, ხო გვაქვს ბალახი ჩვენ მარჯვნივ. გაზონები. მარცხნივად გაზონები გვაქვს. გამოდის რომ ესა ბაკურიანი ბორჯომის გზა იქნება, ნატახტარი ყაზბეგის გზა იქნება, წყალტუბო ქუთაისის გზა იქნება თუ რუსთაველის პროსპექტი იქნება, ბალახიდან მეორე იქით მხარეს ბალახამდე მონაკვეთი არის სავალი ნაწილი. კანონის ენით ავამბობ ჩვენ. ეხლა ამიტომ არის აქ რომ ერთი სავალი ნაწილი აქვს. ბალახიდან ბალახამდე მონაკვეთს ქვია სავალი ნაწილი. ეხლა უყურე ჩავიდეთ ქვემოთ. აქ რას გვეკითხება ვნახოთ? რომელი სავალი ნაწილი აქვს მოცემული გზა? რამდენი სავალი ნაწილი აქვს? მოცემული. რატო აქვს ორი? ამას ორი აქვს მოცემული. რატო აქვს? იმიტომ რომ უყურე გზიდან შუაში გზამდე, ანუ ბალახიდან ბალახამდე და მერე შუაში ბალახიდან კიდე იქით ბალახამდე. ამას ორი. იმიტომ აქვს ორი. იმიტომ აქვს ორი. რომ ამას ხო შუაში ბალახი არ აქვს? კი ბატონო, ამას ბალახი არ აქვს, იმას ბალახი აქვს, ამას ორი აქვს, ამას ერთი. ესე იგი ეს არის შეგნებული უკვე საკითხის განხილვა და არა დაზეპირებული. ამიტომ აქ ორი აქვს. იქ ქონდა ერთი. სადაც გინდა ჩავარდე ნებისმიერ სიტუაციაში, შენ რო კითხო ვინმე პრავიან კაცს, თუ ხარ ერთი ეს ვერ გავიგე. ერთი ამიხსენი რა არის ეს სავალი ნაწილი და რას წარმოადგენს? ესა თვითონ თავის ამბავშიო. აი ესე უნდა იცოდე. იმიტომ არის აქ ერთი სავალი ნაწილი რომ ბალახიდან ბალახამდეა, ან უყურე შეიძლება ბალახი არ ყოს, მაგრამ სახლიდან სახლამდე. მაგალითად რუსთაველის პროსპექტი, აქედან სახლიდან თავის ტროტუარიანად იქით მოპირდაპირე მხარეს ტროტუარ სახლამდე. კარგად დავთქვი? კი ბატონო, ეს უკვე ცოტა ესე ჯდება თუ შე ის. ო ის აფერისტები